აზია გათვალისწინებული და ესე მიჭირავს ხელში რატო აქ აქეთ ამ მხარეს. ნუ ესე ინცა ცოდავენ რაღაცებს რა. ანუ იარაღებზე არის ეგეთი რაღაცა ბევრგან მინახია, რომ ცდილობენ რომ საციაზეც იყოს გაკეთებული და აი ეგეთი კაზუსებია რაღაცა, რომ მაშინ ეს აქეთაც დამიყენე, ხო, თუ ჩემზე ფიქრობ. ნუ რაღაცა გაყიდვის ამბებში კი დაგეხმარებათ, განაცუდია რომ საციაზეა, მაგრამ მაშინ კაი იქნებოდა რომ აქეთ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში არ არის. როცა საკეტი ორივე მხარეს აქვს ავტომატს. ავტომატია პისტოლი, კარაბინი ეს. მოდი ეგრეა გაფორმებული იყოს კარაბინი. მოდი ახლა ეს ვისწავლოთ. და ვნახოთ რა ეს ექნება. გარტყმით არ ამგონია რამეს მოხდეს, იმიტომ რომ ყუთიდან ახლა ამოვიღეთ, საერთოდ დასრული არ არის. და თვითონ მე პატრონემ დაუყინა. სწორლასო მორჩები და რაღაცა თქვენ რო არ გაწვალოთ, მე იმას ვიზავ რა ქვია. გავასწორებთ რა. ჭიდი არის რაღაცა კაი მეტალისგან გაკეთებული. სუბუქია, აი რა ძალიან სუბუქია რა. ტყვიები ჩავდო შიგნით. 30 ცალი ტყვია მიდის. ჭიჭი, თუმცა ჭიდი თუ გძელი იშოვნეთ, ისიც წავა. ნუ სიგრძეს მნიშვნელობა არ აქვს, რაც მოყვება, ორი ჭიდი მოყვება 30-იანია. თუ ბოლომდე გაივსო აი აქ, ნახრეტები აქ ეს რაც კაია, რომ დახედავთ რომ მიხვდეთ რამდენი ტყვია დარჩა, დაახლოებით. დაფარვა აქ საუკეთესო რა, თვითონ ხელსო გადაусმევთ. მიხვდებით რომ რაღაცა კარგი დაფარვა აქ რა. პლასმასი როგორ გითხრათ იცი? აი როგორი პლასმასია. დარეზინებული რო იყოს ეს ოთხკუთხედები, უკეთესი იქნება. იმიტომ რომ